ირანის ნახევრად ოფიციალური მედია ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის აიათოლა მოჯტაბა ხამენეის კადრებს ავრცელებს. კადრებში ირანის უზენაესი ლიდერი სავარაუდოდ ფიქის, ანუ ისლამური სამართლის ლექციას კითხულობს. უცნობია სად და როდის არის გადაღებული კადრები და რატომ გაავრცელა რეჟიმთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტომ ახლა. მეხნიუსმა 2026 წლის მარტში უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც როგორც ჩანს ამავე ვითარებაშია გადაღებული. ახლად გამოქვეყნებულ კადრებში კი სავარაუდოდ მოჯტაბა ხამენეის ლექციის სხვა კადრებია ასახული. მიიჩნევა, რომ მოჯტაბა ხამენეიმ სწავლება 2024 წელს შეწყვიტა, ომის დაწყებიდან კი საჯაროდაც არც ერთხელ გამოჩენილა. მათ შორის არც მამამისისა და ირანის სულიერი ლიდერის პოზიციაზე მისი წინამორბედის, სამხედრო იერიშების პირველივე დღეს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის გრანდიოზულ, რამდენიმე დღიან დაკრძალვაზე. 2026 წლის თებერვლის მიწურულს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ საზოგადოებას იგი წერილობითი განცხადებებით მიმართავს ხოლმე. ამ წერილებს სახელმწიფო მედიის ეთერებიდან კითხულობენ. გავრცელებული ინფორმაციით ომის საწყის ეტაპზე მოჯტაბა ხამენეი სერიოზულად დაშავდა. იმ ფონზე, რომ ირანის უზენაეს ლიდერად არჩევიდან ლამის ნახევარი წლის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ კვლავ არ ჩანს, ბუნებრივია არსებობს საფუძვლიანი კითხვები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად გავრცელებული ცნობები სულაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მოჯტაბა ხამენეი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დარტყმების დაწყებისას მამასთან ერთად დაიღუპა.